Amen. Elodები? და უფალმა გვითხრა. ელოდეთ ამ დღეს და მემსახურეთ. Amen. ამიტომ ჩვენი ძირითადი მისია რა არის ვიფასებო ვიდრე იესო მოვა. უნდა ვემსახუროთ მას ყველას. Amen. და უნდა ველოდოთ მის მოსვლას. ჰალელუია. არ შეიძლება მარტო ელოდო და არ ემსახურო. არ შეიძლება. Amen. ან პირიქით. ჩვენ პარალელურად ველოდებით და ვემსახურებით. ეს მე ძვირფასებო. ესეა ჩვენი ცხოვრება. ამიტომ ესე დაალაგე ის. შენ უნდა იყო ყოველდღიურ მსახურებაში და ლოდინში. ამიტომ არ ვიცით როდის მოვა უფალი. მან გითხრა რომ მალე მოვა. გიხარია? ელოდები რომ მოვა მალე. შენთვის უნდა მოვიდეს. ამიტომ გმართებს რომ ჭვიანად იყო. ჰალელუია. იცით თითქმის ყველა ადამიანს აქვს ძვირფასებო ზედმეტ სახელი. კლიჩკა. ამენ. იმიტომ რომ ძირითადად როგორ არის ხოლმე ადამიანს არქმევენ სახელს როცა იბადება და თითქმის ყველას ასევე ზედმეტ სახელს აძლევენ. ამენ. ზედმეტ სახელი. ზედმეტ სახელი. კლიჩკა. ჰალელუია. სხვანაირად არის რუსულად. კლიჩკა. ხომ შეიძლება კლიჩკა. ჰალელუია. და ზოგჯერ ძვირფასებო როგორ არის იცით? ადამიანს ზედმეტ სახელს უფრო ეძახიან ვიდრე მის სახელს. რამდენი ვიცი რომ მეგონა ეს მისი სახელი იყო და თურმე ზედმეტ სახელი ყოფილა. გაახვა ეს სახელი ბოლომდე. და იესოს მიმდევრებსაც ადრე მოსწავლეები ერქვა ძვირფასებო. ამენ. მის მიმდევრებს. იესოს მიმდევრებს უწოდებდნენ მოსწავლეებს, მაგრამ მათ მიცეს ზედმეტი სახელი. ამენ. კლიჩკუ. ქრისტიანები. ამენ. ამიტომ ქრისტიანი არ არის ის სახელი, რაც უფალმა დაარქვა თავის მიმდევრებს. ეს არის ზედმეტ სახელი, რომელიც შეარქვეს. და ეს გაყვა გესმით მის მოსწავლეებს. ამიტომ ჩვენ უნდა სწორად გავიგოთ ყველაფერი ძვირფასებო. შენ რომელი ხარ, ქრისტიანი თუ მოსწავლე? რომელ სახელს უფრო ამართლებ? სახელს თუ ზედმეტ სახელს. იმიტომ რომ იესოს არ უთქვამს წადით და გააქრისტიანეთო ხალხი. Иисус сказал, что дети сделайте всех христианами. მათ ხომ მოიმოწაფეთ. Сказал, дети и научите. რომ იესო დაინტერესებულია და ეძებს იმას, რაც არის დეფიციტი დღეს. И Бог заинтересован, Иисус ищет то, что в дефиците. შენ უნდა იყო მოსწავლე. Ты должен быть учеником. ამენ. ვინ არის მოსწავლე? Кто такой ученик? ვინც სწავლობს. Кто учится. ამენ. Амén. მე დასაწყისში ვლაპარაკობდი. Я вначале говорила. რომ ადამიანს ყველაფერი ბეზრდება და წინდება. Что человеку всё как бы надоедает. მოდი გავიხსენოთ ჩვენი პატარობა, საიდანაც გვახსოვს, საიდანაც არის მეხსიერება ჩარჩენილი ჩვენთან. Давайте вспомним наше детство с тех пор, с каких мы можем помнить. ბაღის ასაკი გახსოვთ? Вы помните этот возраст с детского сада? გახსოვთ? Помните? როგორ დაყავდით ბაღში, რას აკეთებდით, რას ჭამდით, რას თამაშობდით, ვის ეჭხობებოდით. А с кем там игрались, с кем там дрались, как вас водили в детский сад, что вы ели? მე დამთავრდა ეს ასაკი, ეს პერიოდი. Это период закончился. მოვიდა სკოლის. Пришел тоже период школы. გახსოვთ სკოლის ასაკი? Помните? ну ცოტათი ეს უფრო გვახსოვს. Да, возраст, по-моему, это мы лучше помним. ზოგს უყვარდა სწავლა, Кто-то любил учиться. ზოგი კარგი მოსწავლე იყო, Кто-то был хорошим учеником. ზოგი ზარმაცი იყო. Кто-то ленился. ну მაგრამ სკოლა ძირითადად ყველამ დაამთავრა. В общем, школу все закончили. მოდით რამოდენიმე წამით გავიხსენოთ ეს სკოლაზე ფასება. Давайте вспомним школу. ну რაღაც შეიძლება ფორმა, Это была какая-то форма. ხო? ну ეხლა მე საბჭოთა კავშირში დავიბადე. Да я родился в Советском Союзе, вышел. გესმით?
ნუ ღმერთს მადლობა რომ აღარ არის ეს საბჭოთა კავშირი. Слава Господу, что нет этого Советского ჰალელუია. Аллилуйя. მაგრამ ყველა ერთნაირი იყო, Да, у нас реформы всегда одинаковые, ყველას უნდა ქონოდა ერთნაირი ყველაფერი, все должно быть одинаково у всех. რაც ჩანდა და რაც არ чанდა, ყველაფერი ერთნაირი უნდა ყოფილიყო. Да, все, что видимо и невидимо, все должно быть одинаковое. ერთნაირი აზროვნება უნდა ყოფილიყო. Все должно быть одинаковое мышление. ეს მეტა ეს სერიოზულად ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას. Это очень серьезно противится воле Божией. იმიტომ რომ ერთნაირი არაფერი არ არის, ღმერთი რასაც ქმნის, ეს ყოველთვის არის განსხვავებული და სხვანაირი. Да, ну Бога нет одинаково, потому что все, что творит Бог, оно многообразное. ამენ ზურფასებო. Аминь, друзья. და როგორ ახლა დავდიოდით, მოთხოვე ზურგჩანთა. ყველას რაღაც ჩანთა ქონდა, У нас были портфели, ან ზურგჩანთა, ну рюкзаки, ну портфели. რა იყო ჩანთაში? И что были в портфеле? ნახო? არა. ხო, გოგონების ჩანთა განსხვავებულია. Ну, конечно, портфель у девочек был совсем другой. ეს არის პატარა გარდერობი მათზე. Это для них маленький гардероб. ნუ სკოლის ჩანთაში რა იყო ძვირფასებო? А что было в школьном портфеле? წიგნები, Книги, ვეულები, тетради, ფანქრები, ფლომასტერები, карандаши, фломастеры. ხო? კიდე რა იყო? სახაზავი, Еще были линейки, კიდე რა იყო? циркуль. კანფეტები. მე მისმინე. კანფეტები, Еще конфеты, ნამცხრები, იყო ჩანთაში. пирожные всякие. საწერკალმები Еще пасты. და ყოველდღე მიდიოდა სკოლაში, И люди шли, დაждდებოდა მერხზე, садились за парту, ხო? და მასწავლებელი ამბობდა: и учитель говорил: ისწავლე, учись. რაღაცას გასწავლიდა, Он тебя учил, რაღაცას наставлял. გინერგავდა თავში, Что-то он тебя вот насаждал. გიყვიროდა, შენიშვნას გაძლევდა, Он дал тебе замечания, кричал. დავალებებს გაძლევდა, Домашние задания შემდეგ давал. იყო საკონტროლო А რაღაცები, потом были контрольные, ესმით? გამოცდები, экзамены. ჰალელუია. და შემდეგ რა? გაიქეცი ქვემოთ და ნუუშლი ხალხს. ცილა დაჯექი ადგილზე. Да потом что было? ამენ. მე გამოცდა უნდა ჩაგებარებინა. И в конце ты должен был сдать экзамен. ჰალელუია. ასე იყო? Это так было. დაამთავრეთ სკოლა. Вы закончили школу, ატესტატს გაძლევდნენ, вам давали аттестат, რომ შენ კარგად დადიოდი სკოლაში. что ты хорошо ходил, посещал школу. ზოგს უწევდნენ რომ საშუალო ნიშნები მიიღო, Кто-то написал, что средние баллы эти ზოგს უწევდნენ оценки. კარგად დაამთავრა, Кто-то написал, что хорошо, отлично закончил школу. კარგად. Хорошо. ზოგს ოქროს медалზე, Кто-то на золотую медаль. ვინმეს აქვს ოქროს медалზე У დამთავრებული кого-то სკოლა? есть вот на золотую медаль законченная школа? ბიჭო, სირცხვილი. Да. ჰალელუია. ზურფასებო, შენ რომელი ხარ? ქრისტესთვის მოსწავლე თუ მისი მიმდევარი? Вот для Иисуса ты кто? Христианин или последователь Иисуса? დღეს ქრისტიანად და კარგ ქრისტიანად ითვლება ის, ვინც ეკლესიაში დადის მარტო. Сегодня хорошим христианом считается тот, кто просто посещает церковь. მაგრამ მოსწავლე განსხვავებულია ქრისტიანისგან. Ну, ученик, он совсем другой, он отличается от христианина. ამიტომ რომ ქრისტიანს რა გონია? Знаете, что думает христианин? ხანდახან მივალ ეკლესიაში. Иногда я буду посещать церковь, თვეში ერთხელ მაინც. ну, примерно месяц раз. ნუ იმიტომ რომ იქ იმდეს მასწავლიან რაღაცებს. Но меня-то так столько учат в церкви там. სულ მასწავლიან, И მასწავლიან. учат, и учат. აღარ მინდა ეგ სწავლა კაცო. Я не хочу уже учиться. მე უკვე მზად ვარ რომ სხვას ვასწავლო. Я уже готов других учить. მე შემიძლია რომ სხვას რაღაცები ვასწავლო. Я могу уже сам. არა და უფალმა რა გვითხრა რომ ყველა ნუ გახდებით მასწავლებელი. А Господь сказал, не все делайтесь учителями. ერთი ილუსტრაციით მინდა დავიწყო რომ კარგად გავიგოთ რაზე Что хочу მინდა понять, გესაუბროთ დღეს ვირფასებ. я хочу начать с одной иллюстрации. აგეთ ესეთი პატარა სურათია რა სკოლაზე, მასწავლებელზე, მოსწავლეზე. Здесь такая маленькая вот картинка о школе, о учениках. ნუ მშობელს მიყავს სკოლაში მასწავლებელთან თავისი შვილი. Когда родители повезут своего ребенка в школу. ხედავთ მასწავლებელს ცული. Видите учителя, видит аппарат. მასწავლებელი ესეთია, რაღაცები უნდა ჩამოგათალოს, Да учитель что-то должен отсечь от ამე себя. რაღაცა მიგახერხოს, Что-то нужно пропилить. რაღაცა ხარვეზი გაასწოროს Какие-то кривизны исправить. და მე საბოლოოდ უნდა გამოხვიდე ისეთი, როგორიც საჭიროა. Ты должен быть таким, как нужно. და ღმერთიც ასეა ზურფასებო. И также Господь. ვიდრე ჩვენ მიგვიყვანს სახში მამასთან. Зачем
До тех пор, пока Он придет нас к Отцу домой, ვიდრე მოხდება ჩვენი შერიგება მასთან, пока придет вот это наше воссоединение, примирение с Ним, ის გამოგვასწორებს და მოგვამზადებს ამისთვის. Он будет нас готовить и исправлять. ამიტომ იესო ქრისტე არის უდიადესი მასწავლებელი Потому что Иисус, Он великий учитель. და პატივია ჩვენთვის ეს, И для нас это честь რომ გავხდეთ მისი მოსწავლე. быть Его учениками. გასმენთ? ჩვენ მოსწავლე უნდა ვიყოთ მისი. Мы должны быть Его учениками. წარმოგიდგენთ, ზეცაზე მივიდა ადამიანი, Представьте, налево пришел человек, შევიდა ამ სასამართლოზე зашел в этот, попал на суд, და ნუ იქ რო კითხოს ვინმე, ნუ რა გინდა, რატომ მოდი, რისთვის? и его спросят, для чего ты здесь, почему ты сюда пришел? და რო უთხრას, მე ქრისტიანი ვიყავი. Он сказал, да потому что я был христианином, вот и ასე здесь. დღეს ბევრია ქრისტიანი, Сегодня много христиан. მაგრამ ვინ არის მოსწავლე? Но вопрос, кто же ученик Христа? ხარ მოსწავლე? Ты ученик Христа? მაშინ უნდა სწავლობდე. Это ты должен რა учиться. სწავლობ? Что ты учишь? რას აპრაქტიკებ? Что ты практикуешь? გასმენთ? ეს იქნება გადამწყვეტი, როდესაც აღმოჩნდებით მასთან ძირფასად. Это будет решающее, когда мы станем перед Ним. რადგანაც იესოა ყველაზე დიდი მასწავლებელი. Раз Иисус самый великий учитель, რადგანაც большой, უფალია უდიადესი მასწავლებელი. Господь, Он великий სული учитель. წმინდა ოფიციალური მასწავლებელი ჩვენი И ძირფასად. Дух Святой сегодня официальный наш учитель. და ეს სული წმინდა ძველ აღთქმაშიც მოქმედებდა ხალხთან. Но также в Ветхом Завете Дух Святой тоже ძველ აღთქმაშიც действовал ასწავლიდა. людям. Он учил людей. და ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი. У нас есть много примеров. მოწმეთა ღრუბელი. Это облако свидетелей. ამენ. რომ იქ შენს ლიდერს, პასტორს უნდა თხოვო რაღაც მასწავლებელს, რომ რაღაც გასწავლოს. Что ты попросил пастора, лидера, учителя, чтобы тебя научили? მაგრამ უმთავრესი არ უნდა დაგვავიწყდეს. Самое главное, мы не должны забывать. იესოსთან უნდა გქონდეს контакти. Ты должен иметь контакт с და მას Иисусом. უნდა უთხრა. И ему сказать, იესო აი ამ საკითხში ვერ გავერკვიე. Иисус, я в этом вопросе не понял, მასწავლე. научи меня. ეუბნები? Ты говоришь, ему? გითქვამს ჯერ? Когда-нибудь ты говорил такие слова Иисусу? მაშინ უნდა დაიწყო. Если нет, ты должен начать, იმიტომ ის არის ყველაზე დიადი მასწავლებელი. потому что он самый великий учитель. იცით, მოსწავლეთა ნაწილი Часть учеников, მევიდა იესოსთან. они пришли к Иисусу. ბევრმა იცოდნენ და არ ჭირდათ იესო. Очень многие знали, но им не нужен был Иисус. მაგრამ რაღაც პატარა ჯგუფს დაჭირდა იესო. Как это группе, они нуждались в Иисусе. შეიძლება გამოცხადება მიიღო. Ты можешь принять откровение. შეიძლება მიიღეს А გამოცხადება, может, у тебя не откровения приняли, რომ მე მგონი იესოზე უკეთესად ვერავინ ვერ გვასწავლის. что лучше, чем Иисус, нас никто не научит. და იცით რა უთხრეს? И знаете, что они им сказали? იესო გვასწავლე ლოცვა. Они сказали, Господи, научи нас молиться. გახსოვთ? Помните? და საოცარი გაკვეთილი ჩაუტარა იესო, И Бог им чудесный урок провел с ними. რომელსაც ეწოდება მამა უჩვენო. Эта молитва называется «Отче наш». ამენ. ამიტომ რომ თუ შენ იესოს თხოვ, რომ რაიმე საკითხზე გასწავლოს, ეს აუცილებლად გასწავლის. Если ты просишь Иисуса, чтобы Он тебя научил какой-то вопрос, Он обязательно тебя научит. გესმენთ? Понимаете? ყველაფერზე უთხარი იესო მასწავლე. Скажи обо всем, научи. მასწავლე აი აქ როგორ მოვიქცე. Научи в этом вопросе, как поступить. მასწავლე აი იმ საკითხში რა უნდა გავაკეთო. А в этом вопросе, как... მე მაქვს, Они говорили, кто-то говорил, у меня 2 диплома. მაგრამ სამუშაო არა მაქვს. Ну, я не имею работы. ამიტომ ეხლა მანქანა ვიქირავე, რომ ფული გავაკეთო. А я сегодня вот взял в аренду машину, чтобы какие-то деньги заработать. ან დგევარ მაღაზიაში რომ რაღაცები გავყიდო. Или я торгую в магазине, что-то, რა что-то. ტყუილად ვისწავლებაც. И говорят, как зря я ყულა учился. დავამთავრე ეს ფაკულტეტები და არ გამომადგა არაფერში. Это я зря закончил, потому что это мне не нужно стало, видите. არაფერში არ გამოგადგება შენი ნების შესრულების ფაკულტეტის დამთავრება. Именно факультет исполнения своей воли, который ты ამენ. заканчиваешь, он მიატოვე тебе სასწავლებელი. не пригодится. რას გასწავლიან შენი ნების შესრულების ფაკულტეტზე? Чему учат тебя на этом факультете? Исполнение своей воли. რას გასწავლიან? Чему там тебя учат? ურჩობას, Непокорности, სიამაყეს, гордости, ორგულობას, двоедушие, სიზარმაცეს, лени, სიჯიუტეს, упрямству, სიძუნწეს, жадности, სიძულვილს. ненависти. შეიძლება გაგზელდეს და Этот გაგზელდეს. список можно продолжить и და продолжить. იცით ეს რა არის? И знаете, что это есть? შენი ნება. Это и есть твоя ეს воля. არის ხორცის სურვილი. Это и есть желание плоти. თავნება, თავაშოებული რო იყოს. Распущенность, своевольность. უძღები ძის ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი სიტყვა. Да, в притче о блудном сыне есть такое важное слово. ქართულად ესე ჟღერს. В грузинском оно так звучит. თავაშვებული ცხოვრება. То есть он жил распутной, вот распущенной жизнью. თავაშვებული. Да. ანუ დაბმული არ არის. Он не был, он свободно жил как бы.
დაბმული არ არის. То есть он не связан. Amen. Он жил развязанно. როგორც აი თქვა, ну პირუც რო აბამ რომ წაიყვანო სადმე. Вот если ты вот скотину привязываешь, чтобы куда-то повезти. Amen. და თუ გაუშვებ მას, Если ты ее выпустишь, ირბენს ყველგან და გააფუჭებს რაღაც. она все там испортит, будет бегать где хочет. ქართულში ეს სიტყვა И გამოყენებული. в грузинском это слово თავაშვებული говорится о ცხოვრება. блудном сыне, что он был распущенной жизнью. აშვებული ქონდა თავი, დაბმული არ იყო. Он не был связан, он привязан, он был отвязан. ამენ ძვირფასებო. ამიტომ თუ არ იქნები დაბმული უფლისნებაში, Если ты не будешь привязан к воле Божией, მაშინ იქნები თავაშვებული. тогда ты будешь отпущен, распущен. და სწორედ ამის გამო ჩავარდა იმ დიდ პრობლემებში ის ვაჟბატონი. Из-за этого этот блудный сын попал в большие проблемы. ამენ. რა არის შენი ნება? Что есть твоя воля? მე ვიცი, Я знаю, მე მინდა, я хочу, მე ვგრძნობ. я так чувствую. აი რა ღუპავს ადამიანს ვიფასებ. Вот что губит человека. შენ რა უნდა მითხრას, მე ვიცი ეს. Что ты должен мне учить и сказать? Я знаю. რაღაცას თხოვს თქვა ეკლესიაში ვინმე, Кто-то в церкви что-то просит, ან გავალებს или кто-то тебе что-то что-то поручает тебе, და შენი ნება რას პასუხობს? и что отвечает твоя воля? მე ვგრძნობ რომ ეს ისე არ არის. Я чувствую, что это сейчас не აი так. ესე უნდა იყოს, ისე არა. Не так, как ты говоришь, а вот так, по-моему. გესმენთ? და მე მინდა. И я хочу. მე არ მინდა ეხლა რომ მაგ გავაკეთო რა. Я сейчас не хочу это делать. მერე Потом. და ასე შემდეგ. И так далее. ეს არის შენი ნება. Это и есть твоя воля. გესმენთ? რომ არის ადამიანის ნება, Потому что есть воля человека, არის რა თქმა უნდა ეშმაკის ნება, есть также дьявольская воля, რომ дьявола, ჯოჯოხეთში წაიყოლოს ძალიან ბევრი ხალხი, чтобы забрать в ад многие души. გესმენთ? და არის ღმერთის ნება. Есть также воля Божья. ჰალელუია. და დღეს მინდა ღმერთის nebაზე შევჩერდე. И я хочу сегодня остановиться на воле Божьей. გესმენთ ვიფასებო. Понимаете? ღმერთის ნება. Воля Божья. ეს არის დღევანდელი ქადაგების სათაური ჩვენი. Это заглавие сегодняшней проповеди. ამიტომ ღმერთის ნება არის ვიფასებო უნიშნელოვანესი ჩვენ Потому ცხოვრებაში. что воля Божья, она очень важная в нашей თუ жизни. გინდა აღასრულო ღმერთის ნება, Если ты хочешь исполнить волю Божью, მაშინ შენს ნებას უარი უნდა უთხრა. тогда ты должен отказаться от своей личности. შეუძლებელია რომ არ უთხრა ერთ ნებას უარი და ისე შეასრულო მეორეს ნება. Это невозможно от одной воли отказаться и исполнить волю другую. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი მაგალითი ბიბლიაში, Мы знаем очень много примеров в Библии, რომელთა გადაწყვეტილებამ დაღუპა что многих их неправильное ხალხი. вот решение их погубило. ესავე ძვირფასებო, Исав, თავისმა nebამ დაღუპა. да его воля погубила. სამსონი თავისმა nebამ დაღუპა. Самсона воля его погубила. საული Саула, ის დაღუპა თავისმა nebამ. его воля погубила, своя воля. გეხაზი გახსოვთ? Помните Гезия? ის დაღუპა თავისმა nebამ. Да его воля тоже погубила. ნაბალი ვის ახსოვს? Кто помнит Навала? თავისმა nebამ დაღუპა. Да его воля погубила. მე მინდა. Я хочу. იცი, შენი ნება რას ლაპარაკობს? რაზე სწევს პასუხს? Вот на что отвечает твоя მე воля? ვიცი, Я знаю, მე მინდა, я хочу, მე ვგრძნობ. я чувствую. გასმენთ? აი რა ღუპავს ადამიანს? Вот что губит человека. წარღვნის ხალხი გახსოვთ? А помните людей потопа? ისინი ძალიან ისეთ ჩამოყალიბებული და განათლებულები იყვნენ. Они были очень такие образованные люди, ჩამოყალიბებული. такие состоявшиеся. გასმენთ? მაგრამ საკუთარმა nebამ დაღუპა. Но их погубила воля. ვინ არის ეს ნოე, რომ მისი ნება აღვასრულა? Они говорят, кто такой Ной, чтобы мы по его дудку плясали, как бы по его воле исполняли. Дудку. ვინ არის ნოე, Кто такой Ной? რომ აღვასრულო მისი ნება? Чтобы исполнить его волю. ამენ? მე ჩემი ნება უნდა აღვასრულო. Я хочу свою волю ჩემი исполнять. ნება უფრო სწორია. Моя воля, она ჩემი ნება правильная. მართებულია. Она ჩემი ნება ჭკვიანურია. лучшая, она мудрая. ის გაპრაქტიკებულია. Она уже практикована. და ესე დღეში აღმოჩნდა ეს ხალხი. И люди в რატომ? этой ситуации მათი оказались. ტრაგიკული история ბიბლიაში ძვირფასებო. Их трагическая история в Библии. რატომ? Да, а почему? რომ ჩვენ ვისწავლოთ, Чтобы научить нас, რომ აღარ აღვასრულოთ ჩვენი ნება. чтобы мы не исполняли свою волю. დავითი იყო ესეთ პრობლემებში. Давид тоже был в таких проблемах. ის იყო გავლენიანი, Он был влиятельным, ჭკვიანი, умным, დიდარი, богатым, ძლიერი сильным. და არავინ არ უშლიდა ხელს. И никто ему не мешал, აღესრულებინა თავისი ნება. чтобы исполнять свою волю. ის მეფე იყო, Он был царем, უძლიერესი იმპერატორი. он был сильным императором. გესმით? და რა დღეში ჩააგდო თავისმა ნება? И его своя воля, ну в какую яму его он попал. გახსოვთ ძვირფასებო? Помните? და იცით, დაიწყო ფიქრი. Он начал думать. იცი,
რაში მდგომარეობს რომ ადამიანი არის ჭკვიანი? В чем заключается, что человек умный? ის სწავლობს სხვის შეცდომებზე და საკუთარ შეცდომებზე. Он учится и на ошибках других, и на своих. ამენ. და ის წარს გაღმერთის წინაშე И он предстал пред Богом, Давид. და უთხრა И უფალს. сказал Господу. რა უთხრა უფალს ვიფასებო? Что он сказал Господу? მასწავლე. Научи. გესმეთ? შენ აუცილებლად უნდა შეცვალო შენი ცხოვრება. Обязательно должен изменить свою жизнь. ხშირად უნდა მიხვიდე უფალთან და უთხრა. Часто приходить к Господу и говорить. მასწავლებელო, Учитель, მასწავლე. научи меня. ჰალელუია. ესე არის ხო ეხლა სკოლაში ესე უნდა აუწიო ხელი. მას. Я так в школе тоже сказать, ой, учитель. ეხლაც ესეა? Это так тоже сейчас, я знаю. ეხლაც ესეა? ჩვენ დროს ესე იყო, ხელი უნდა აგეწია. Да, мы даже поднимать. არჯე ორი თითი თუ ყველა არ მახსოვს. Я не помню, за руками или вот так вот. ხო? მაგრამ ერთი თითი არა. Ну не один палец. Аллилуйя. უნდა აუწი მასწავლებელო. Ты сказал, учитель, можно? ამენ. შენ უნდა აუწიო იესო, Ты მასწავლებელო. должен сказать учителю, о, учитель, მასწავლე. научи меня. ნახე დავითმა რა უთხრა ძვირფასო. Что сказал Давид? ნახე დავითმა რა უთხრა ღმერთს. Что сказал Давид Господу? მოდით ნახოთ ეს ადგილი. Давайте откроем Алло. место Писания. ფსალმუნი 153-ის მეათე ქართულ ბიბლიაში. Это грузинская 143:10. ფსალმუნი. Псалом. შენი ნების შესრულება მასწავლე. Научи меня исполнять волю Твою. შენი ნების შესრულება მასწავლე. Научи исполнять волю იცი Твою. დავითი ძლიერი იყო ძვირფასო. Давид был сильный. დავითი მეფე იყო. Он был царем. ის წინასწარმეტყველის ნიჩშიც იყო. У него также был дар пророческий. მასზე სული წმინდა იყო. На нем был Дух Святой. გესმით? სული წმინდა იყო დავანებული დავითზე. На нем был Дух Святой. ოფიციალურად Официально. და Помазал. ის მივიდა იმ დასკვნამდე, Он пришел к такому რომ выводу, ღმერთისთვის ეთქვა. что сказать Господу. ღმერთო შენ ახარ ყველაზე დიდი მასწავლებელი. Ты самый лучший учитель. მასწავლე. Научи და меня. რა შეუნება ნახეთ? Что говорит? შენი ნების შესრულება Научи მასწავლე. меня исполнять волю Твою. ჩემმა ნებამ შეიძლება ზოგჯერ იყო კარგი და არ იყო ცუდი, Может, моя воля иногда и была нормальной, не была плохой. მაგრამ არ მიყვანა სწორ შედეგამდე. Да, но моя воля не привела к правильным целям. к ამიტომ правильным. მასწავლე შენი ნება უფალო. И научи меня воле Твоей. გინდა უფალთან მიდიოდე ხშირად და ეუბნებოდე შენი ნება მასწავლე. Ты хочешь приходить к Господу и говорить, научи меня воле Твоей. ყოველთვის გააკეთე ეს. Всегда ამიტომ поступай. ცხოვრება დაგაყენებს არჩევნის წინაშე Потому что жизнь тебя будет ставить перед выбором. და შენ მუდმივად გჭირდება И тебе постоянно нужно უფალთან მოზიარეობა. общаться с Господом. ყოველთვის უთხარი მას. И всегда скажи Господу, უფალო, Господи, შენი ნება მასწავლე. научи меня воле Твоей. და უფალი არის მასწავლებელი, И Господь учитель. რომელიც არ დაგამართლის რო გასწავლოს. Он никогда не будет тебя упрекать, что он всегда будет готов учить ის тебя. გეტყვის, კი, ჩემო ძვირფასო, Он скажет, о, мой ჩემო дорогой, შვილო, мой сыночек, или ჩემო ბიჭო და доча, ჩემო გოგო. доченька, сыночек, დოჩა, доча. მე გასწავლი შე. Я буду учить სინა. сыночек. ჰალელუია. ამენ. ასწავლა ღმერთმა დავითს მისი ნება. Да, Бог научил Давида своей воле. მოდი მაშინ ღმერთს ვკითხოთ ასწავლა თუ არა. Давайте спросим Господа, научил ли он своей воле იცი Давида? ღმერთმა რა თქვა? Знаете, что сказал сам Бог? იცით ღმერთმა რა თქვა? Знаете, что сказал Господь? ვინ იცის რა თქვა ღმერთმა? Да кто знает, პოვე დავითი. он сказал, нашел я Давида. პოვე დავითი. Он сказал, нашел я ჩემი Давида. გულის Человека სანდომი კაცი. по сердцу моему. ჩემი გულის. Человека по сердцу. ჩემი გონების არა. Не по разуму, ჩემი გრძნობების არა. не по чувствам. აი იქ ღრმად დატოვებული Где-то внутри, в глубине. სანდომი კაცი, Человек такого верного человека, რომელიც который შეასრულებს исполнил ჩემს все мои, ყველა ნებასურველს, да, всю мою волю исполнил. ყველა ნებასურველს, Все, что я желаю, ყველა ნებასურველს, все мои იცი ყველა რა არის? Что такое все? რომელიც არ გინდა, უმეტესი არ გინდა, зоги არ გინდა, Да многое ты не хочешь исполнять, მაგრამ მაინც შეასრულებს. но он исполнит. რატომ თქვა ღმერთმა დავითს ეს ვირას? Почему Бог сказал это о Давиде? იმიტომ დავითი მივიდა მასთან და უთხრა, Потому что Давид пришел к нему и сказал, მასწავლე შენი ნების შესრულება. научи меня исполнять ამენ. волю Твою. მასწავლე შენი ნების შესრულება. Научи меня исполнять Твою волю. ჰალელუია.
მიხვალ ღმერთთან და ეტყვი მასწავლე შენინების Ты შესრულება. видишь, Господи, скажешь, что научи меня ვის исполнять უნდა твою волю. მივიდეს და უთხრას ღმერთო მასწავლე შენინების შესრულება. Сказать, Господи, научи меня исполнять твою მაშინ волю. ის გასწავლის. Он будет учить тебя. ამენ. და ვის უნდა რომ მე ღმერთმა თქვას? И кто хочет, чтобы Бог после сказал? ვის უნდა? Кто хочет? პოვე მარიკა. Вот нашел я Марику. გინდა ესე თქვას ღმერთმა? Хочешь, чтобы Бог так сказал? პოვე, თქვი პოვე. Скажи, нашел. რას ნიშნავს პოვე? Что значит нашел? ეს დეფიციტია. Это значит, ეს არ არის დაყრილი ირგვლივ. это то, что вокруг много все გესმე? შენ ვერ იტყვი რომ მე გავედი პლიაჟზე Ты скажешь, что я вышел на пляж და იქ ვერ ვნახე კენჭი. и не нашел камешек. იქ ვერ ვნახე ქვიშა. Да я не нашел там песка. გესმით? იქ ბევრია, ყრია. Да там много, он состоит все из камней, из песка. ეძებენ, რაც დეფიციტია. Еще то, что в дефиците. დღეს დეფიციტია. И сегодня в дефиците. იცით რა? Знаете что? ღმერთის გულის სანდომი. Человек მოსწავლე, по сердцу Бога, ученика, რომელიც მის ნებასურველს ასრულებს. который исполняет волю Божию. დღეს ბევრია Очень много. ისეთი ქრისტიანი, Таких христиан, ვინც საკუთარ ნებას ასრულებს которые свою волю და исполняют. ძალიან ცოტაა, Очень мало. ვინც ღმერთის ნებას ასრულებს. Кто волю Божию исполняет. ჩემთან ხარ ძვირფასება. Вы со мной, друзья? ღმერთი ელოდება, И Бог ожидает. რომ ათქმევინო, Да что ты сказал? რომ А ათქმევინო что მას. да он сказал о тебе. ვპოვე ომარი, Я нашел Амари. ჩემი გულის სანდომი. Человека по сердцу моему. გესმენთ? პოვე Понимаете? ნიკო, Я вот Никола этот обрел по сердцу моему, რომელიც ჩემს ნებასურველს который ასრულებს. исполнит мою волю. ყველა, Все мои желания. ყველა, Все. ამენ? ყველა, Все. თქვი ყველა, Скажи все. ყველა. Все. ჰალელუია. ვინც ყველა ჩემს ნებასურველს Все, შეასრულებს. у которых все мое желание და исполнит. ეს შესაძლებელია. И это возможно. როდის მოხდება? Как это произойдет? როცა ყველა ნაირ სწავლას დაანებებ თავს. Когда ты все остальное отложишь, всякое учение. და ეტყვი ღმერთო შენ მასწავლე. Ты скажешь, Господи, учи меня ты. აღარ მინდა იმის ნება, იმის ნება, იმის Не ნება. хочу волю этого и этого. შენი ნების შესრულება Научи меня მასწავლე. исполнять твою волю. და შენ იქნები ის, ვისაც უფალი იპოვის. Ты будешь тот, который Господь найдет. იმ დრო უფალი აგრძელებს Ибо Господь продолжает ძებნას. искать. ძებნას. Искать. უფალი ეძებს. Господь ищет. უფალი ახლა აქ ეძებს ამ ადგილზე. Господь сейчас на этом месте тоже ищет. რომ ხვალე თქვას. Чтобы завтра сказать, მე ვპოვე. я нашел. ჰალელუია. Я ის нашел. დაიღრიალებს ზეცაზე. Он так будет восклицать. წმინდებო. Он святый. ანგელოზნო. Ангел. მე ვიპოვე. Я нашел. Кабулете, Я ეკლესიაში. нашел Кабулете, в церкви Кабулете. ამენ. გინდა შენზე თქვა. Ты хочешь, чтобы о тебе сказали? ჰალელუია. რომ სახელოვანი გახდე. Чтобы ты стал известным? ამენ. რომ შენ გიპოვეს. Что тебя нашли? ამიტომ შენს ნებას უარი უნდა Ты უთხრა. должен отказаться от своей воли. აიღო შენი გეგმები, Взять твои შენი планы, გადაწყვეტილებები, все твои решения, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას. которые противоречат воле Божией. ეს მიატოვო, Просто отвергнуть. როგორი კარგიც არ უნდა იყოს. Какие бы они хорошие не были. როგორც ელისემ მიატოვა ყველაფერი. Вот как и Елисей, пророков все Амен. оставил. თავისი ნება მიატოვა, Он оставил свою волю, იცით, ცოდვა კი არ იყო მისი ნება. да и его воля не было грехом. ნორმალური იყო. Было нормально. ყოფა ცხოვრების შესაბამისი, ცხოვრებისეული. Да, у него была такая житейская воля, он გესმე? просто жил. პეტრემ მიატოვა Петр тоже оставил საკუთარი ნება. свою волю. და თქვა ღმერთო შენი ნება მინდა Сказал, შეგეცვალე. я хочу исполнять твою волю. ჰალელუია. შენც ესე უნდა გადაწყვიტო, Ты должен так решить, რომ ღმერთმა გასწავლოს მისი ნება что Бог научил და тебя მე твоей თქვას, воле. მე ვპოვე. Ты сказал, მე нашел. ვიპოვე. Я нашел. ვინც აღასრულებს ჩემს ყველა ნებასურვილს. То есть исполнить всю мою волю, все мое желание. ამიტომ მიეჩვიე ამაში, რომ უარი უთხრა რაღაცეებს. Просто тренируй себя отказываться от чего-то. ნახეთ რა თქვა ჯონ ბივერმა ძვირფასებმა. Что сказал Джон Бивер? თქვენ არ შეგიძლიათ უფალი უწოდოთ იესოს და კვლავ თავად მართოთ თქვენი ცხოვრება. Вы не можете Иисуса называть Господом и также по-своему управлять своей жизнью. ამენ. არის იესო შენი უფალი. Господь, Иисус является твоим Господом. ვისი უფალია იესო? Иисус, чей Господь? ალეო გესმით ჩემი? Вы слышите меня? არის უფალი შენი იესო. Иисус есть твой Господь.
მაშინ შენ უნდა იყო მისი მონა. Тогда ты должен быть его рабом. ამენ. თუ შენ ხარ შენი თავისუფალი. Если ты господин самого себя, მაშინ უფალი იესო არ იქნება შენი უფალი. тогда Иисус не будет твоим Господом. ამენ. შეუძლებელია ორი უფალი იყოს. Невозможно иметь два господина. შენ ხარ მონა, მორჩილი? Да ты раб послушный. მაშინ ის არის შენი უფალი. Тогда он твой და господин. ეს თუ შენი უფალია, Если он твой господин, მაშინ მას უნდა მისცეს საშუალება რომ მართო შენი ცხოვრება. ты должен дать ему право управлять твоей жизнью. ამენ. აი წარმოიდგინე, ზიხარ ტრანსპორტში Представь, ты сидишь в транспорте, და სულ ძღოლს ეუბნები, აქ მიუხვი, აქ ასე არ გააკეთო, იქ ისე გააკეთე. ты говоришь, учишь шофера, туда заверни, так не едь прямо. ასე არ არსებობს ვირფასნო. Так это не существует. ამენ. არის შენი წინამძღოლი იესო? Иисус есть твой предводитель. Как? წინამძღოლი. როგორ აქვს სიტყვა? Не знаю. Ну, кто впереди идет? ამენ. რულივოი. Рулевой. მაშინ მიენდე მას და გაყევი. Да, тогда ты должен доверять ему и следовать за Господом. იმიტომ რომ იქნება ეჭვები ძვირფასებო. Потому что будут сомнения. გახსოვთ ნაყამანი? Помните Неемана? ვის ახსოვს ნაყამანი? Кто помнит Неемана? ეს უძლიერესი მხედართმთავარი, მაგრამ კეთროვანი. Он был великий полководец, но прокаженный. ის იყო ძალიან პატივდებული. Он был очень такой достойный უძლიერესი. человек, очень сильный. ნუ სულ ილაშქრებდნენ ისრაელზე Они всегда выходили против Израиля, და ატყვევდნენ ხალხს და მიყავდათ. они брали в плен людей. და ერთ-ერთი ტყვეობის დროს ებრაელი გოგონა თავისი ცოლის მოსამსახურედ წაიყვანა. И одну маленькую девочку он забрал для того, чтобы она служила своей его жене. და მეფისთვის ისე ძვირფასი იყო ნაყამანი, И для царя Нееман был таким драгоценным რომ человеком. ყველაფერს გაიღებდა მისი განკურნებისთვის. Он все отдал, чтобы Нееман был здоров. და ერთხელ ამ გოგონამ უთხრა მის ხელმძღვანელს, იმ ქალბატონს, И отец, маленькая девочка сказала своей госпоже: ჩემს ქვეყანაში წავიდეს და იქ არის ღმერთის пускай он კურნალი. пойдет в Израиль, в мою страну, и там он исцелится. და მეფემ ამლადიდებით გააგზავნა ის. И он, царь, просто его послал в эту და страну. ის იყო მოლოდინში პატევის, რომ დიდი პატევით შეხვდებოდნენ მას. И Нееман был вот готов, чтобы его достойно встретить, такой с честью. იცით რა არის ქრისტიანებისთვის კეთრი დღეს? Знаете, что сегодня для христиан проказа? გინდათ გითხრათ ვერფასნო. Хотите, я вам скажу? როდესაც ეკლესიაში მიდიხარ მოლოდინით, Когда ты приходишь в церковь с таким ожиданием, რომ შენ იქ პატივს გცემენ. что сейчас тебя будут почитать, превозносить, მოიშორე ეს კეთრი. вот эту проказу просто избавься. იცით მოსწავლე ვინ არის? Знаете, кто такой ученик? ვინც იმიტომ მიდის, Кто потому приходит в რომ церковь? სხვას წეს პატევი. Какой? სხვას წეს Да, პატევი. чтобы вот других почесть, Аминь. чтобы других уважать. ღმერთ შეუძლია ამ კეთრისგან განკურნება. Бог может исцелять от этой проказы. პატევი არ უწეს. У меня здесь они почтили, არ მომემსახურენ, мне не послужили, არ მომცეს რამე. ничего не дали. ეს კეთრია დღევანდელი. Это сегодняшняя проказа. ამენ. Аминь. შენ მოემსახურე. Ты послужи. ნუ ხარ მოლოდინში რომ რაღაცას მოგცემენ და წაიღებ. Я жду, что-то тебе дадут, и ты отсюда вынесешь. აქ დატოვე. Оставляй здесь. ჰალელუია. Аллилуйя. ამენ. სხვა აკურთხე. Других благословляй. ამენ. Аминь. გამოცარიელდი. Просто освободись, как სულით აივსე духом наполнился. და ღმერთი იზრუნებს Наполняйся. დამაჩაზე. И Бог будет заботиться о тебе. და მივიდა ის იორდანეში, И пришел он, ელისე არ შეხვდა პატივით Алисей его не встретил с достоинством, და იმ წამსვე ეშმაკის ნება ჩაერთო. и сразу дьявольская воля включилась. ნახეთ. სული და ხორცი შეეწინააღმდეგა ერთმანეთს. Дух и плоть столкновение произошло. ჩადი ამ წყალში. А ему говорят, войди в воду. არა არ ჩავალ. Я не войду. ვინ ზარალდება ამით? Кто остается в ущербе? წარმოგიდგენიათ? Представляете? მისი ნება იყო. Да его პატევი მეცით, чтобы мне достойно ოფიციალური სახე მიეცით. чтобы такая официальная была сторона. ამაღლება ესეთი წამოწევა. Что мне... ესეთ სულიერი დამკრადის ნასოსი დაკაჩვა. Это значит, что как вот его насосом как бы надул, чтобы его вот превознесли, он хотел. რა არის ღმერთის ნება? А воля Божья в чем заключалась? დამთავრება. Смириться. იმიტომ იდგა ის მასწავლებელი ცულით. Да потому стоял-то учитель видит аппарат. ამენ. რომ ეს სიამაყე უნდა ჩამოთალოს უფალმა. Да Бог хочет вот эту гордость. ეს თავის თავზე წარმოდგენა უნდა ჩამოთალოს უფალმა. Вот
представление о самом себе, чтобы шло от тебя. გესმით ძვირფასებო? Понимаете, друзья? მიატოვე შენი ნება, Оставь свою волю, რომ აღასრულო ღმერთის ნება. чтобы исполнять волю Божью. ჰალელუია. იმიტომ ყოველთვის არის ბრძოლა შენს ნებასა და ღმერთის ნებას შორის. Потому что всегда будет борьба между твоей волей и შენს волей ხორცსა და Божьей. შენს სულს შორის. Между твоим духом и твоей плотью. მესამე არ არის. Третьего не дано. არ არსებობს სხვა ალტერნატივა. Другой альтернативы нет. და როდესაც მის ნებას უარი უთხრა Когда он отказался от своей воли და ღმერთის ნებას ჩაეჭიდა, и взялся, уцепился за волю Божью, სასწაული მოხდება э, შენ ცხოვრებაში. да произойдет чудо в твоей жизни. თუ შენ ესევე მოიქცევი, Если ты будешь поступать как როგორც მის Нейман, ცხოვრებაში, как в его жизни, в ის жизни განიკურნა. Неймана, он полностью კიდე исцелился. განიკურნო. Хочешь исцелиться? ძალიან ბევრი იმიტომ ვერ იკურნება, Очень многие потому не принимают исцеления, ღმერთის ნებას არ ასრულებს. волю Божию не исполняют. ალო, Алло. ძალიან ფრთხილი უნდა იყო ამაში. Вы должны быть очень осторожны. ძალიან ფრთხილი. Очень осторожны. გამორიცხული ალტერნატივა ძვირფასებო. Исключительно другая ნახეთ, альтернатива. კარლ ლუისი რას ამბობს? Что говорит Карл Льюис? არსებობს ორი სახის ადამიანი. Существует два типа людей. პირველი, Первый, ვინც ამბობს, кто говорит, ღმერთო იყოს შენი ნება. Господь, да будет воля твоя. ამენ და არის მეორე პოზიცია. А есть другая позиция. ღმერთი ეუბნება ესეთ ადამიანს. И Бог говорит такому человеку, კარგი, хорошо, მაშინ იყოს შენი ნება. იყოს შენი ნება. да тогда будет, пускай будет твоя воля. ამენ. ამიტომ გადახედე შენ ცხოვრებას. Просто пересмотри свою жизнь. რა ჯობია, Что лучше? რომ ღმერთს უთხრა, Что сказать Богу? იყოს შენი ნება, Господь, да будет воля твоя. თუ ღმერთმა გითხრას. Что Бог тебе, или что Бог тебе сказал. კარგი, იყოს შენი ნება. Хорошо, да будет воля твоя. რომელი ჯობია, Какой лучше? რომ შენი ნება დაგხუბავს. Потому что твоя воля на тебя ხოლო похожа. ღმერთის ნება გაგამარჯვებინებს. Только воля Божия даст тебе თლიანად და აბსოლუტურად. полностью. ამენ ძვირფასო. Абсолютно. ზე რომ აღასრულო ღმერთის ნება, Чтобы исполнить волю Божью, გჭირდება მოთმინება. тебе нужно терпение. ამენ. Аминь. ზე ღმერთი მოუთმენლობასაც ებრძოდა ნაყამანის ცხოვრებაში. Да Бог также боролся в жизни Неймана с нетерпением. გინდა მომთმენი იყო. Ты хочешь быть терпеливым? იესომ რა გითხრა? Что сказал Иисус? რა გვასწავლა იესო? Чему научил нас Иисус? ბოლომდე მომთმენი გადარჩება. До конца претерпевший спасется. ამენ. მოდით ნახოთ რა ამბობს ვიგზმორტი ძვირფასო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც მიზნად დაისახავს ღმერთის ნების შესრულებას, Чем целью поставить исполнить волю Божью, ის უნდა გამოირჩეოდეს დიდი მოთმინებით. он должен иметь большое, великое терпение. Иметь. ესმით, იმიტომ რომ მოუთმენლობა, Потому что нетерпение, სულ მოკლეობა არის ღმერთის ნების მტერი. когда ты не можешь терпеть, это враг воли Божьей. ჰალელუია. მოდით ნახოთ სპერჯენის გამონათქვამი. Ты посмотри, что сказал Спержин. თავისუფალმა ნებამ ძალიან ბევრი ადამიანი აღმოაჩინა ჯოჯოხეთში, Свободная воля унесла многих душ в ад, მაგრამ არც ერთი სამოთხეში. но еще ни разу в рай. აი, თავოშვებული ცხოვრება როგორც წეგან უძღებძეზე ვთქვით. Что я говорил о блудном сыне, вот это свободная воля, свободная жизнь. ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა. Бог дал человеку свободную волю, თავისუფალი ნება. свободную. მან უნდა აირჩიოს. Он должен избирать. და რაც შენ ცხოვრებაშია დღეს, И все, что в твоей жизни сегодня, ყველაფერი შენი ნებით არის. все это по твоей воле არავის произошло. ბრალი არ არის. Это ничья вины нету в ეს этом. არის შენი ნება. Это твоя воля. ამენ ღმერთი არაფერს არ გაძლევს. Бог ничего тебе не дает. შენ ირჩევ. Ты сам избираешь, выбираешь. ჰალელუია. ეცეთ უძღები ძე ძვირფასებო. მოდით ნახოთ ერთი ილუსტრაცია. На блудный сын, давайте сразу посмотрим. გახსოვთ? Напомните, ღმერთის ნება იყო? это было волей Божией. არა, ეს მისი ნება იყო. Это воля этого блудного сына. ამენ. სათხარ შენ, Где ты? ეს შენი ნება. Это твоя воля. ამენ, სადაც ხარ? Там, где ты რა ешь, პოზიციაშიც в ხარ? какой позиции, რა მდგომარეობაშიც ხარ? в каком положении რა ты, სიტუაციაშიც в ხარ? какой ситуации. ეს შენი ნება. Это твоя და воля. შეწყვიტე გადაბრალება. И прекрати обвинять кого-то ღმერთის ნებაზე о воле Божией. და თუნდაც ეშმაკის небაზე. Или там дьявола обвинять или Бога. გასაგებია ეშმაკის ნება რა არის. Да, конечно, ясно воля дьявола. და ბიბლია გვეუბნება ღმერთის небაზე. И Библия говорит, нам открывает волю Божью. მაგრამ გადამწყვეტი შენი ნება. Но решающая твоя воля. რომელს აირჩევ?
Что ты изберешь? ეშმაკის ნებას Волю дьявола თუ ღმერთის ნებას. или волю Бога? შენი ნების გარეშე არ მოხდება არაფერი და ვინმე ვერ Да დაგაძალებს. без твоего решения, без твоей воли, ну, никто тебе не будет просто Гесме, навязывать. რას ნიშნავს ვირფასებო, რომ ღმერთის ნება არის კეთილი, სრულყოფილი და სასურველი? Что значит, что воля Божья угодная, совершенная? Совершенно угодная и благая. ამენ, რას ნიშნავს ეს? Что это значит? ხომ არ ნიშნავს ეს შემთხვევით, Случайно это не означает ли, რომ შენი ნება что твоя воля ბოროტია, злая, არასრულყოფილია და несовершенная არასასურველია? и неугодная? მოდი ამ კუთხით შევხედოთ ამო, Давайте вот этот стих с другой стороны რომ посмотрим. უფრო უკეთ გაიგო, რას ნიშნავს, რომ ღმერთის ნება კეთილი, Что სრულყოფილი ты და понял, სასურველი. что Божья воля совершенно угодная и благая, ჩემი ნება არ არის კეთილი. а твоя воля, она недобрая, გესმით? неблагая. უფალი ამბობს, Господь რომ говорит, ძალიან არაუარდეს თავში ადამიანს, რომ ის მართალია. да что человек не думал, что он такой праведный и хороший. არავინ არ არის Он მართალი. сказал, что нет праведных, ни одного. და იქ არ წერია, რომ ვიღაც გამონაკლისია. Не пишет, что есть исключения, там есть праведные. ამიტომ დაიმახსოვრე, Запомни. თუ გინდა რომ სიკეთე იყოს შენ ცხოვრებაში, Если хочешь, чтобы было სრულყოფილება იყოს что благо, совершенство было в твоей და жизни, სასურველი იყოს, и что было угодное, ღმერთის нებას ჩაეჭიდე. держись, укрепись в веру. ამენ. в- და რომ за მაგრად волю ჩაეჭიდო Божью. მთლიანად, შენი ორივე ხელებით და არსებით, Да, пробуй своим существом, цепляйся за волю Божью გაუშვი полностью. შენს ნებას ხელი. Отпусти твою волю. ამენ. გაუშვი ამ დამღუპველს ხელი. Оставь вот эту волю, которая თლიანად დაანებე тебя თავი. погубит. Просто выброси ее. განერიდე ამ ყველაფერს. Убегай от этого. მოდით ნახოთ პირველ თესალონიკელებში მეოთხე თავში. Давайте откроем 1 Фессалоникийцам 4 главу. ვინაიდან ღვთის ნება თქვენი განწმენდა, სიძვას განერიდეთ. Потому что воля Божья есть освящение ваше. Убегайте блуда. მე სხვა თარგმანით მინდა წაგიკითხოთ ეს. Я хочу в другом переводе прочитать. ნახეთ რას ამბობს ვირფასებო. Что говорит Павел? ძალიან საინტერესოა. Очень интересно. ღმერთის ნება, Воля Божья, რომ მიუძღვნა თავი чтобы посвятить себя და განერიდო გარყვნილებას, и убегать от развращений, რომ გაიწმინდო. чтобы осветиться. ამენ. მიუძღვენი თავი, Просто вот посвяти самого себя. განერიდე გარყვნილებას. Отойди от распущенности. ყველგან გარყვნილებაა ძვირ. Потому что вокруг везде такая და распущенность. მხოლოდ უფალში ეს ყველაფერი. И только в Господе. სმით ვიგზვორტი. И ძალიან მიყვარს ეს კაცი. я очень люблю этого человека. თუ თქვენ არ ეძებთ არაფერს გარდა ღმერთის ნებისა, Если вы не ищете ничего другого, кроме воли მაშინ ის Божьей, ყოველთვის დაგაყენებთ თქვენ სწორ ადგილზე და სწორ დროს. Он всегда поставит вас на нужное место, в нужное время. გესმენთ? Аминь. სწორი ადგილი იყო ხორებში? Это было правильное место, вот где со свиньями? არა. Нет. თუ შენ ეძებ ღმერთის ნებას, Если ты по-настоящему ищешь волю ის Божью, ყოველთვის Он всегда, დაგაყენებს Он поставит себя. მისი თვალსაზრისით სწორ ადგილზე Вот как Он видит, на правильное место, და სწორ დროს. в правильное время. შენ არ აყენებს შენს თავს სწორ ადგილზე და სწორ Когда დროს. ты не можешь себя в нужное время и в правильное место поставить себя. თქვი, აბა მე რას ვაკეთებ? Скажи, а тогда что я ესე делаю? გააკეთე. Скажи. მე რას А ვაკეთებ? скажи, а в этом случае что я ესე делаю? გამიკეთე А ხე. какая моя роль? მე რას ვაკეთებ? А что я делаю? თუ არ ვეძებ ადგილს და დროს, Если я и не время, и не ищу, ни место, ни რას ничего, ვაკეთებ? тогда что? ანდო, Скажи, რას ვაკეთებ? тогда что я делаю? Ну что моя роль? ღმერთის ნებას. Я მე ვეძებ ღმერთის ნებას. ищу воли Божьей. მე ვეძებ ღმერთის ნებას. Я ищу მე воли Божьей. ვეძებ ღმერთის ნებას. ვიპოვე, ვაგრძელებ ღმერთის ნების ზებნას. Я нашел, еще ищу волю Божью. და მან იცის სწორი დრო Он знает нужное время. და სწორი ადგილი. И სწორი დრო на და нужное სწორი время и ადგილი. правильное место. სწორი დრო და სწორი Правильное ადგილი. время и правильное ეს место. მისი კომპეტენციაა. Это его компетенция. ჩემი А моя ღმერთის ნების ზებნა. искать волю ამენ. Божью. სხვა არაფერი. Больше თუ ничего. სხვა არაფერს არ ეძებ, Если ты ничего другого не ищешь, ვიდრე ღმერთის ნებისა, кроме воли Божьей, ის დაგაყენებს ყოველთვის სწორ ადგილზე და სწორ დროს. Он поставит нам нужное время, правильное ო, время, правильное რაღაც место. ხელიდან გაუშვი. Скажешь, вот я упустил шанс. ნუ ნერვიულობ. Не нервничай. თუ ღმერთის ნებას ეძებ, Если ты волю Божью ищешь, ესე იგი დრო არ იყო. значит, просто не было ამენ. თუ ღმერთის ნებას ეძებ, Если ты ищешь время, ესე იგი სწორი ადგილი არ იყო. волю Божью, значит, может,
было неправильное место. შეიძლება არც ცუდი ადგილი იყო, Может, и не такое плохое место было, მაგრამ სწორი არ იყო. но не было оно ღმერთს ყოველთვის ყველაფერი შენთვის აქვს უკეთესი. это правильное место, потому что Бог для тебя все და лучше. დაიმახსოვრე, რომ უკეთესი ჯობს კარგს. Потому что наилучшее лучше хорошего. ამენ. დაიმახსოვრე ეს ყოველთვის Запомни, ესეა. пожалуйста, всегда. კარგი, დიდება უფალს ცოტათი წავიდეთ დასასრულისკენ, ახლა დავაჩქაროთ. Да, мы чуть-чуть идем, там решили, чтобы закончить. ჰალელუია. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი იკურთხოს ძვირფას? Что нужно для того, чтобы человек благословился? ან რა არის საჭირო იმისთვის, რომ დაიწყებლოს ადამიანი? Или что нужно для того, чтобы человек был проклят? იმიტომ რომ ცხოვრება ამ ორისგან შედგება. Потому что жизнь состоит с этим компонентом. არის კურთხევა და არის წეულება. Есть проклятие и благословение. მოდი, წეულება არ გვინდა, ხო, დავანებოთ თავი. Мы не любим проклятие, оставим его в покое. იმიტომ არასორი საქციელით ისევ შენთან იქნება და არ დაგანებებს თავს. Ты будешь жить неправильно, оно будет со остальной твоей жизнью. ამენ და არ დაგანებებს თავს. Оно не оставит тебя в покое. კურთხევას რაც შეეხება. Что касается благословения. როგორ მივიღო კურთხევა? Вопрос, как принять благословение? გინდა კურთხევა? Хочешь ვისო და благословение? კურთხევა? Кто хочет благословение? ო, პასტორ, Скажи, пастор, ზეთიმცხე. помажь мне Илием. აი მაგურთხე რომ ვიღო კურთხევა. Благослови меня, чтобы я был благословлен. ილოცე ჩემთვის. Помолитесь за შეფასებო, меня. დალოცვით არ მოდის კურთხევა. Благословением не приходит благословение. ამენ. Аминь. დალოცვით არ მოდის კურთხევა. Когда мы благословляем, вот этим не приходит благословение. ლოცვებით არ მოდის კურთხევა. Или молитвами не приходит благословение. კურთხევა მოვა მორჩილებით. Благословение приходит путем послушания. თუ ხარ მორჩილი, Если ты послушан, მაშინ იქნები კურთხეული. тогда ты будешь благословлен. თუ არ ხარ მორჩილი და ურჩი ხარ, А если ты не послушай, ავტომატურად ხარ წეული. автоматически ты в проклятии. წეულებაში შედიხარ. Ты заходишь в проклятие. იმიტომ რომ ურჩობით ირჩევ. Потому что непослушанием ты избираешь. გახსოვთ 21 თავი რჯულის თვიფასებო. Вы помните в Второзаконии 28 главу? იქ არის რამოდენიმე ჩამონათვალი იმაზე თუ როგორ იყო კურთხეული Там говорится о том, несколько стихов, как быть და благословленным. ძალიან ბევრი, И очень много. ძალიან ბევრი, Очень много стихов. ძალიან ბევრი. Очень много. თუ როგორ იყო იქნები წეული. Как ты будешь в ახლა ერთი ილუსტრაცია გვაქვს. проклятии? У нас есть одна иллюстрация. კურთხევა ეს რის შედეგად არის? Это благословение следствие чего? ღმერთის სიტყვის მორჩილების და მოსმენის. Послушание голоса Господа. თუ შენ მოისმენ ღმერთის ხმას Если ты будешь слушать голоса Господа, და ასე შემდეგ. ამენ. далее. მაგრამ წეულება რის შედეგად არის? Проклятие следствие чего? მოსმენა ან გაყოლა ეშმაკის ნებაზე. Это послушание или исследование воли дьявола. ამენ. ამენ ზურფასებო. შენ მიყვები ან ერთის ნებას ან მეორის. Да ты или за одной волей следуешь, или за другой. მაგრამ შენი ნებით ირჩევ ვის გაყვე. Да, но ты сам избираешь, вот за чьей волей идти. მხოლოდ შენი ნება აქვს გადამწყვეტი. Только твоя воля, она решающая. ამენ. შენი გადაწყვეტილება ამ ნების არჩევაში უმთავრესი. Главное твой выбор, чью волю ты выбираешь. იცი ძალიან ბევრი მეათეც იხდის. Очень многие десятину платят. ბიბლიას კითხულობს. Библию читают. ეკლესიას არ აცდენს. Церковь не пропускают. Да, совершенно. Служение и так далее. რომ კურთხევა მიიღოს. Что принять благословение? თუნდაც დაზარავდე. Но даже если ты останешься в ущербе, მაინც უნდა აკეთებდე ამას. ты должен это делать. და სწორ დროს Нужное время. თუ არ დანებდები, Правильное время. თუ არ მოგწყინდება, Если ты не будешь თუ არ унывать, შეგზარდება და если ты не будешь, შეგეზარება. тебе это не станет სწორ დროს ღმერთი პასუხს надоедать. მოგცემს. Господь, правильное время. ამიტომ ამ даст ყველაფერს тебе უნდა მიაქციო ответ. ყურადღება. Обращай на это внимание. შეწყვიტე შენი ნების მოსმენა, Прекрати слушать свою волю. ტრადიციის ნების შესრულება, Или исполнять ხალხის საზოგადოების там აზრს. волю традиции, общества людскую. იოანეს მეცხრე თავი ნახეთ რას გვეუბნება А ზურგს. людские голоса слушать. Что говорит Иоанна 9:31. ჩვენ ვიცით რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს. Вы знаете, что грешных Бог не слушает. იცოდი ეს? Ты знал это? ვინ იცის ეს რომ ღმერთი ცოდვილებს არ Кто უსმენს? знает, что Бог грешных не слушает, не слышит? ო, ლოცულობ, პასუხი არ არის. Я молюсь, ответа так и нет и нет. ცოდვა ხო არ გიშლის ხელს. Грех случайно не мешает тебе. იმიტომ შენ შეიძლება ილოცო, Ты можешь молиться, შენ შეიძლება შესწირო, ты можешь жертвовать, შეიძლება საგმირო საქმე გააკეთო, можешь какие-то вот
героические поступки поступать, რასაც სხვა არ აკეთებს, и другие это не делают. ვიღაცას ჯობდე, Да, ты можешь быть лучше кого-то, ვიღაცაზე უკეთესი იყო, быть лучше, чем кто-то, მაგრამ но, თქვი მაგრამ скажи но. თუ ცოდვილი ხარ, Если ты грешен, ღმერთი არ მოგისმენს. Бог не будет слушать тебя, твои молитвы. ნახეთ, მხოლოდ იმას, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს ღმერთი. Это только того слушает, кто богобоязненно исполняет его волю. ამენ. ვინც ცოდვილია, იმას არ უსმენს ღმერთი, მაგრამ ვინც მის ნებას ასრულებს. Да, грешника Бог не слушает, но кто исполняет волю Божью, того Бог и აქ არ слушает. წერია ვინც ისმენს ღმერთის ნებას. Здесь написано, кто слышит волю Божью. აქ წერია ვინც ასრულებს. Кто исполняет волю Божью, того Бог слушает. არა მხოლოდ მომსმენი, არამედ შემსრულებელი იყავიო და არ იყო თავის მომთხოვებელი. Не только слушатель, но исполняющий волю. И не обманывай самого себя. იცით, ძალიან ბევრი ჩარჩენილია. Очень многие остались. ხო, ადრე სკოლებში არ ვიცი ეხლა როგორ არის, მაგრამ ვინც კარგად არ სწავლობდა, იმას წინა კლასში ჩატოვებდნენ. Вот раньше в школе, как сейчас, не знаю, вот кто нехорошо учился, и его на прошлый год оставляли еще в этом классе. ეს მეძურფას გახსოვთ? Вы помните, такая система და образования? ძალიან ბევრი დღეს ჩარჩა, იცით რა გამოცხადებაში. И очень многие сегодня остались вот в каком откровении. იცის, Они знают იცით, უმნიშვნელოვანესი ситყვები библиаში. очень важные стихи из Библии, ო, слова. რაც არ მინდა ის მეტმასნება და რაც მინდა ვერ ვაკეთებ. Вот то, что я не хочу, это мне прилипает, а то, что хочу, я это не делаю. ნუ ღარ ხარ ჩარჩენილი ამ მოხში. Не оставайся в этом стихе. ეს არ შეცვლის რომ იცი. Это не изменит то, что ты знаешь. ამენ. ამიტომ დაიწყე რაც შენი ნება არის იმისი კი არა რაც ღმერთის ნება იმის კეთება. Вот начни совершать не твою волю, а то, что воля Божия. Двигайся в этом. ერთი საინტერესო ისტორია. Есть такая интересная история. ერთ კაცს ორი შვილი ყავდა. У одной женщины было двое детей. ერთ უთხრა წადი შვილო სამუშაოდ. Он сказал одному, иди, работай, შვილო, сыночек, სინა. сына, иди ხო? работай. და უთხრა კი ბატონო мама. Да, папочка, пойду. გახსოვთ? Помните эту историю? და ბიბლია გვეუბნება არ წავიდა. А Библия сказала, что он сказал, но не пошел. რატო არ მოგიდა ღმერთმა ხელი? Почему Бог не сделал აზე კისერში. за руку так вот და პანგური არ მოაგდო და არ გააგდო ძალა. Шкирку сказал, давай, виноградник. ღმერთი არ დაგაძალებს არაფერს. Бог никогда не будет тебя Аминь. заставлять что-то. მეორეს უთხრა, А другому слушать. შვილო, Сыночек, შვილ, сына, წადი სამუშაოდ. иди на виноградник на работу. და მეორემ რა უთხრა? А что сказал второй? არ წავა. Не пойду я. გესმით? გახსოვთ? Вы помните эту притчу? შენ რომელი შვილი ხარ? А ты какой сын? Сына? ა? სულ რო პირდები ღმერთს, კი? Как это обещает Богу? Да, ო, обязательно. უკვე მოგეძინა დაღამდა. Вот уже поздно, ты хочешь спать. საბანი გადაიფარე? Ты уже одеялом закрылся. ნუ ეხლა არა სიცხეა ძალიან. Мне сейчас очень жарко. და უფალო მაპატიე. Господь, прости. დღეს რაც მივქარე. Все, что я сделал неправильно сегодня. აი ჩემი ნება ავასრულე დღეს მთლიანად. Сегодня полностью жил по своей воле я. თუ ნეტა არის ღმერთის ნება, Вообще существует ли воля Божья? იქნება არის Да, ღმერთის ნება. может, есть воля Божья. რომ сულ ვიყო ტელეფონში ჩამძრალი. Что если я буду в телефоне? ნუ ხანდახან შენს სიმღერას მოვისმენ. И иногда какое-то песнопение послушаю, ну иногда. ან კომპიუტერში, Или в компьютере, ან ინტერნეტში. в интернете. ა? ა? Да? ა? რაშია საქმე? В чем же дело? ვისი ნება? Чья это воля? ო, ღმერთო შენი ნება იყო. Ты говоришь, მთელი დღე გავატარე ტელევიზორში. Боже, это была твоя воля. Целый день ვეძებდი შენს ნებას ტელევიზორში. Целый день в телевизоре. ტელეფონში ვეძებდი შენს ნებას. Целый день в კომპიუტერში უნდა მოუძებნო შენი ნება. телефоне твою волю искал. И в компьютере целый день твою волю еще и еще. ნუ რაღაცას წავაწყდი მგონია. Ой, по-моему, что-то нашел. 7 საათის მერე. После 7 часов искания. და იქ კითხვა ისმის ამიგავში ძვირფასებო. И в этой притче такой вопрос. ამ ორიდან რომელმა აღასრულა მამის ნება? Из этих твоих кто исполнил волю отца? და რა წერია იცი? Знаете, что написано? ვინც უთხრა არ წავალ Кто сказал, я не пойду, და წავიდა. ну пошел потом. რატო? Почему? რატომ აღასრულა მან ღმერთის ნება? Да почему он исполнил волю Божью? ბიბლია მოვს ინანა. Написано, что он раскаялся. ამენ? Раскаялся. მონანიება რას ნიშნავს? Что значит покаяние, раскаяние? არა მხოლოდ სიტყვით ინანა. Не только ყოველ ღამე რო ინანიებ ღმერთო მაპატიე. ты каждый вечер кайся, кайся,
და მეორე დღეს მაინც შენს ნებას ასრულებ. А второй день опять живешь по своей воле. ინანიებ და შენს ნებას ასრულებ. Кайся, а потом... როგორ დამემართა. Ой, как это რა что დამემართა. Что со мной ეს რამ случилось? მათქმევინა, იქ რამ მიმიყვანა, ეს რამ მომასმენინა, Почему я это ეს послушал? რამ დამანახა. Почему я это увидел? Зачем? არა, სინანული რას ნიშნავს? Что такое покаяние? Раскаяние. შემოტრიალება. Это значит ამენ вернуться, და სხვანაირად ცხოვრება. отвратиться и жить по-другому. ჰალელუია! Аллилуйя. აი რა არის ძვირფასებო? აი ვინ აღასრულებს ღმერთის ნებას? Тот, кто исполняет волю Божью. ვინც მხოლოდ და მხოლოდ ასე მოიქცევა. Кто так будет поступать? მხოლოდ და მხოლოდ ასე მოიქცევა. Только так მაგათ поступать. ილუსტრაცია ერთი. У нас есть иллюстрация. ყველა ვინც მეუბნება უფალო ვერ შევაცადა სასופველში არამედ ის ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. Все, кто говорит мне, Господи, Господи, все ли войдут в Царство Божие? Ну, те, которые исполняют волю Отца Небесного. ეგრეა? Это же так. უფალო შემოგვიშვი. Скажи, Господь, впусти нас, впусти. და იესო თქვა არ გიცნობთ წადი. А Иисус сказал, я не знаю вас. ვის ეტყვის უფალი ამას? А кому скажет так Господь? ვინც თავის ნებას ასრულებს. Кто исполняет свою волю? ან პარალელურად. Или параллельно? თავის ნებასაც Своя воля და ღმერთის ნებასაც. и плюс еще воля Божья. კვირას კრებულზია, Воскресенье на служении, თითქოს ასრულებს ღმერთის ნებას как-то воля Божья და исполняет. დანარჩენი დღეები Остальные дни საკუთარ ნებას. свою волю живет. ასეთებს უკვე განაჩენი გამოტანილი აქვს. Уже есть такой приговор к этим людям. არ გიცნობ. Не знаю вас. ვის იცნობს ღმერთი? С кем знаком? Кого Бог знает? ვინც მის ნებას ასრულებს. Кто исполняет волю Божью? გინდა გიცნობდეს ღმერთი? Ты хочешь, чтобы Бог знал тебя? გინდა? Хочешь? გინდა? Хочешь, чтобы Бог знал тебя? ვის უნდა აწიოს ხელს? Кто хочет, чтобы Бог знал его? მაშინ მისი ნების შესრულება დაიწყო. Тогда ты должен Аминь. исполнять волю Бога. რომ ერთმა გითხრას. Что Бог сказал? Сказал, და იქ უკვირ, საიდან и იცნობს? скажет, откуда он его знает? Откуда это не знакомо? და მეორე ეტყვის, მე მგონი ვხდები. А ты можешь сказать, по-моему, я уже понимаю. ის ასრულებს მის ნებას. Он волю Божию ის ყოველთვის исполняет. ასრულებდა მის Он ნებას. всегда волю Божию მე ხო исполняет. რაღაცას ვაკეთებდი. Я что-то же делал. ბიბლიას И კითხულობდი. Библию читал. მეათედის მიმატანინეს. И десятину заставили ნუ перевести. ფონჩი ჩამაგდებინეს. И წავიკითხე. фонд заставили ნუ ლოცვაზე მივედი. На молитву пришел. იქ სადღაც სამახარებლოდ გამიყვანეს. На благовестие меня вывели, я там тоже был на служении. არ გიცნობ ისე. А скажи, Иисус, скажи, я не ამიტომ знаю. შეიძლება რაღაცას აკეთებდე, Может, что-то ты делаешь, მაგრამ ღმერთის ნებას არ ასრულებდე. но волю Божию не исполняешь. ამენ. გულით არ აკეთებდე, გესმის? Может, не всем сердцем делаешь. რწმენით არ აკეთებდე. Без ისე веры делаешь. რელიგიურად, Просто религиозно. სხვათა დასანახად, Чтобы ზედაპირულად. вот показаться лицемерно ты все это делаешь. ამიტომ დროა დავჭკვიანდეთ. Время стать... ეფესელებში პავლე ამბობს, მეხუთე თავში. Ефесянам Павел говорит, მას ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ და ჩაწვდეთ თუ რა არის ღმერთის ნება. да не будьте безумны, но познавайте, что есть воля Божья. ამენ. თუ არ იცი რა არის ღმერთის ნება, Если ты не знаешь, что воля თუ Божья, არ უღრმავდები ღმერთის ნებას, если ты не თუ углубляешься არ в волю სწავლობ Божью, ღმერთის если ნებას, ты не изучаешь ее, ამაზე დიდი უგუნურება არ არსებობს. больше этой глупости не существует. ამენ ძვირფასებო. Аминь, ნახეთ, друзья. 1 პეტრეს მეოთხე თავი. 1 Петра 4 глава. საინტერესო ადგილებია. Очень интересный. ვინაიდან ქრისტე ჩვენთვის სხეულებრივად ეტანჯა. Потому что Иисус страдал за нас плотью. თქვენს განიმსჭავლეთ იმავე აზრით, რადგან ვინც ხორციელად იტანჯება წყვილს ცოდვის ჩადენას. И вы разумеетесь тоже мысль, ибо страдающий плотью перестает грешить. ეს აქ შეიძლება არ იყოს საუბარი ისე დიდ ცოდვაზე, როგორც კულელობა, მრუშობა და ასე შემდეგ. Вот это таких грехах, как убийство или, допустим, блуд. რა მნიშვნელობა აქვს როგორი სახის ცოდვა? Неважно, какой это грех. თუ ცოდვილს არ უსმენს ღმერთი. Если Бог грешных не слушает. და ნახეთ მე რა წერია ძვირფასებო, რათა სხეულში ყოფნის დარჩენილი დრო განმოდა ადამიანური გულისხმობით, არამედ ღვთის ნებით. Чтобы оставшееся во плоти время не жить по воле человеческой, но по воле Божией. ნახეთ, ხორცში დარჩენილი დრო Оставшееся время во плоти ღმერთის ნებით განვლო. пройти по воле жить, по воле Божией. მოდი ერთ კითხვას დაგისვამთ. Я хочу задать вопрос. ვის ახსოვს რამდენი წლის არის? Кто помнит, сколько ему лет? გახსოვს? Вы помните, сколько вам лет? გახსოვს რამდენი წლის ხარ? გახსოვს რამდენი წელი გამოიარე დღემდე? Ты помнишь, сколько лет вот ты прошел, сколько лет прошло уже? ვის ნებაში გაატარე ეს დრო? Вот ты прожил по чьей воле вот эти годы? ვის ნებაში იცხოვრე? Вот эти годы ты
По чьей воле прожил? ნახეთ რას ამბობს მოციქული პავლე. И что говорит апостол Павел? ხორცში დარჩენილი დრო. Время, оставшееся во плоти. ამენ. У тебя осталось. რას ნიშნავს ეს? Что это значит? რამდენი დრო დაგვრჩა? Сколько у нас времени осталось? სასიამოვნო მოსასმენია? Это приятно слышать. ო, არ მინდა ეს გავიგონო. Я не хочу это слышать. რამდენი დამრჩანე და არ ვიცი. Сколько мне осталось еще жить, я не знаю. მოიცა. ვინ იცის რამდენი დარჩა? Кто знает, сколько ему осталось? ა? ვინ იცის რამდენი дарჩა? Знает, сколько ему Арици? осталось жить? Не знаете? არ იცი რამდენი დაგრჩა? Ты не знаешь, сколько тебе осталось? პავლე მოციქული ამბობს, А Павел, апостол, რამდენიც დაგრჩა. сколько тебе осталось? ხომ არ იცი? Ты же не знаешь. ყოველი დღე. Каждый день. იმიტომ არ იცი რამდენი დაგრჩა. Ты не знаешь, сколько тебе осталось еще жить. აწი, მაინც Просто еще вот сейчас вот, хоть сейчас. გაატარე ღმერთის ნებით. Проживи эту жизнь по воле Божией. ამენ. Проведи აქამდე жизнь. თუ არ ცხოვრობდი ღმერთის Если ნებით, ты до этих пор по воле Божией не жил. რაც დაგრჩა, То, что тебе осталось. რა იცი რამდენი დაგრჩა. Ты же не знаешь, сколько тебе осталось. ნუ არავის არ უნდა რომ ერთი დღე კონდეს დარჩენილი, ხო? Не хочешь, чтобы ему один день остался. ხომ არ გინდა? Ты же не хочешь. ამიტომ არ გეუბნება ღმერთი რამდენი დაგრჩა. Поэтому Бог не говорит, сколько тебе осталось. ჰალელუია. რამდენის დაგრჩა, Сколько у тебя осталось. ღმერთის ნებით გაატარე. Проведи по воле Божией. რამდენის დაგრჩა, Сколько осталось у тебя აღარ жизни. გაატარო შენი ნებით. Не живи по своей воле. ამიტომ თუ მოგიწევს ტანჯვა რამდენის დაგრჩა ამ დღეში, Если тебе вот эти дни будет, ну, страдания тебе, სიხარულად შერაცხე. ты это прими с радостью. ამიტომ ვიც ხორციელად ეტანჯა, Потому что кто страдает плотью, წვეთს ცოდვის ჩადენას. перестает грешить. რამდენის дагრჩა, Сколько у тебя осталось, აღარ გაატარო ცოდვაში. не живи во грехах. ამენ. ჯობს ტანჯვაში გაატარო ვიდრე Это ცოდვაში. лучше в страданиях провести, чем в грехах. იესოსთვის ტანჯვაში. В страданиях за Иисуса. და არა შენი ნების შესრულებისთვის ტანჯვაში. А не то, что ты страдаешь, потому что исполняешь свою волю. ამენ. იყავი მადლიერი. Будь благодарным. თესალონიკელებში პავლე მოციქული ამბობს, რომ იყავით ყველაფრისთვის მადლიერი, ვინაიდან ეს არის ღმერთის ნება, ქრისტე И იესო. садится, Павел говорит, что за все благодарите, ибо это такова воля Божия. ამენ. Во Христе Иисусе. ყველაფრისთვის. За все. იტანჯები? Ты страдаешь? მადლობა უფალო. Спасибо, მე Господь. მადლიერი ვარ. Я благодарен. ამიტომ ეს ჯობია, ვიდრე შევწოდო. Это лучше, чем грешить. ესეთ კი არ ეძებო, ხვალ ღმერთო რო გავიღვიძებ. Ты тоже сказал, Господь, завтра я проснусь. მომიზადე საშინელი ტანჯვები. Я хочу приготовить мне страшные страдания. ამას არ ამბობს უფალი. Об этом не говорит Господь. მაგრამ თუ უფლის გამო მოხდები ტანჯვაში, Если ты будешь страдать за Господа, მაშინ იყავი მადლიერი. будь благодарным. მოითმინე ყველაფერი. Терпи все. ნახეთ, სპერჯენი გვეუბნება ძვირფასებო, Скажи, говорит. რომ თხოვეთო უფალს, Просите Господа. რომ მისმა მადმოსილმა სულმა წმინდა Пусть его благодатный дух ისე გასწავლოთ, так научит რომ вас, ყველა ლოცვები что все молитвы, თქვენი ბაგიდან გამოსული, исходящие с ваших уст, ყოველი სურვილი и все желания თქვენი გულიდან გამოსული, ваших сердец შეესაბამებოდეს მის წმინდა ნებას. соответствовали его святой воле, ყველაფერი რომ მისი ნების შესაბამისი იყოს. что все было по воле Божией. ჰალელუია. და ბოლო ადგილი დღეს И последнее место Писания ებრაელებში евреям. მოთმინება გესაჭიროებათ, Терпение нужно вам, რომ აღასრულოთ ღმერთის ნება чтобы исполняя волю და Божию მიიღოთ აღთქმული. и принять обетование. მოთმინების გარეშე ვერ მიიღებ. Без терпения იცი, не примешь როდესაც обетование. ჩვენ ვასრულებთ ღმერთის ნებას, ვიფასებო. როცა ვასრულებთ ღმერთის ნებას, გამოწეწე. Да когда мы исполняем волю Божью, რაც აღვითქვა უფალმა, и все, что Бог нам обещал, обетование, ყველაფერს გვაძლევს. Он нам все дает. ეს არ არის უბრალოდ ვასრულებ ღმერთის небას. Это не просто я исполняю волю მას Божью. რაც სურს იმას ვუკეთებ. Все, что Бог хочет, я ему делаю. პარალელურად, Параллельно, როცა მე ვუსრულებ მას, когда я Богу исполняю Божьи желания, Божью волю, ისიც მისრულებს მე. Он тоже исполняет, იმიტომ ის მპირდება. потому что Он обещает. ამენ. თუ შეასრულებ ჩემს ნებას, Если исполнишь волю мою, მაშინ შენ გექნება სწორი ნება тогда у тебя будет правильная воля. და დავიწყებ შენი ნების ასრულებას. И я буду исполнять твою правильную волю. იესოს სახელი Во имя Иисуса. და ყველა თქვა И всегда скажут, ამენ ჩვენს უფალს ვიფასებო. ჰალელუია. ება და დიდება